სალამი ყველას. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ Mobile Legends-ის ამ ბოლო განახლების შემდეგ გამოჩენილ ბაგზე, რომლის მიხედვითაც ვერ ვრთავთ voice chat-ს, საერთოდ არ გვიჩანს. აგერ როგორც ხედავთ, ლობიში შევედით, მაგრამ voice chat-ის ჩართვის ხილაკები საერთოდ არ არის, არსად არ ჩანს. დიდხანს ვეძია ამ პრობლემის გადაჭრისგსა და ერთადერთი რასაც ვაწყდებოდი ის იყო, რომ შედი საუნდებშიო, შემდეგ კიდევ აი აქ დაგხვდებაო voice chat-ის ჩართვის ხილაკიო, მაგრამ როგორც ხედავთ, არც ეგ არ გვაქვს. ამის შემდეგ თამაშის წაშლა გადმოწერაც ვსადე, მაგრამ არც მაგან არ გაამართლა. მოკლედ დიდი ხანი ვეძია ამ პრობლემის გადაჭრისგსა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთმა მეთოდმა გაამართლა და ზუსტად მაგ მეთოდს ავხსნი ამ ვიდეოში. მანამ სანამ კიდევ მაგას ავხსნიდე, ჩემი თხოვნა იქნება რომ არხი გამოიწეროთ, რადგანაც ძალიან მალე ავალ 1000 გამომწერზე და ძალიან მინდა რომ 1000 გამომწერზე ავიდე და ხო, გამოიწერთ. მოკლედ პირველ რიგში ვშლით თამაშს. შემდეგ შევდივართ აი ამ საიტზე, რომლის ლინკიც კომენტარებში იქნება აპინული. ვაჭერთ გადმოწერას, ველოდებით და ვეთანხმებით. ამის შემდეგ ველოდებით, სანამ თამაში არ ჩაიწერება. გადმოწერის შემდეგ ვაკლიკებთ, ვაინსტალირებთ. დაინსტალირების შემდეგ კიდევ ვაწვევით გახსნას. თამაშის ჩართვის შემდეგ, როგორც ხედავთ, ჩვენი voice chat-ები ისევ ჩვეულებრივ ადგილს დაუბრუნდა, ანუ ჩვეულებრივად შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და ვესაუბროთ ჩვენ მეგობრებს თამაშის სრულობის დროს. როგორც ხედავთ, setting-ებშიც ჩვეულებრივად გამოჩნდა და ჩართვა გამართვაც შეგვიძლია. როგორც მიხვდი, პრობლემა ჰქონდა iOS ვერსიას, რომელიც Play Store-ზე დევს და რამდენჯერაც არ უნდა წამეშალა და გადმომეწერა, უბრალოდ იგივენაირი ბაგი მოხდებოდა, ანუ voice chat-ს ვერ ვთავდი, ხოლო იმის შემდეგ რაც ამ საიტიდან გადმოვწერე, გადმოვწერე ჩვეულებრივი ვერსია და ჩვეულებრივად ყველაფერი გასწორდა.